ეთად რა არის მწვანეა აქეთ გზაზე? შენ უნდა გადახვიდე წესით. ხო და ეს ხმას არიღებს. ანუ მწვანეზე როგორც წესი აქვს ეს ცოტა ჩქარი ხმა, ეხლა საერთოდ ხმას არიღებს. ესმა გუმბერიძე უსინათლოთა ყოველდღიურ პრობლემებზე გვიყვება. მისი თქმით, ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში მოწყობილი არ არის. მისი არსებობის შემთხვევაში კი ხშირად გაუმართავია. ავტობუსებში გაჩერებები ხმამაღლა იშვიათად ცხადდება. ტროტუარები კი დაზიანებულია. პირადად ჩემი საჭიროებები არ არის გათვალისწინებული. გიწევს პროტესტი ყოველ ნაბიჯზე. აი, სანამ სადღაც მიხვალ, უცებ ავტობუსში გაჩერება არ ცხადდება, ესე იგი უნდა დარეკოს იმაში სატრანსპორტოში. აქ შუქნიშნების თემა არ მუშაობს, უნდა დარეკო მერიაში. ერთმა უსწრაფმა ცეკვა მოინდომა და ყველა ცეკვის მასწავლებელმა უარი უთხრეს მასწავლებლებმა, რომ მოიმიზეზეს რაღაცები, კომერციულად ფულს იხდის ადამიანი, არ შემიძლია გეუბნება. იქ რაღაცა დარბაზში ვარჯიში უნდა და სპორტ დარბაზში ისიც ორმაგი დაუფასა, რომ შენზე მეტი დრო მჭირდება. იქ ეტლით მოსარგებლეები აუზს ვერ პოულობენ, რომ საცურაოთი არ ან ყოველ ნაბიჯზე გეშლება ხელი, როცა გართობასაც და რაღაცა ჰობისაც რო ცდილობ, ისიც კი არის შენი აქტივიზმის ნაწილი, იმიტომ რომ გიწევს რომ აქეთ იბრძოლო, რომ ვიღაცამ რაღაცა გასწავლოს, რაც გინდა. მე მიწევს ხოლმე რომ ვიარო გზაზე. და იმ გზაზეც რო დავდივარ, ხო? გზა აქ არის აი ესეთი. ფაქტობრივად მე მიწევს რომ ვიარო გზის შუაში. და როცა მანქანა მოდის, ხო მინიმუმ გზა უნდა დავუთმო, ხო, რომ არ გამიტანოს და მიწევს რომ მაგალითად აი აქ ჩავიდე. მე ხო არ ვიცი ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში სად აღმოჩნდები. აი მაგალითად აი ამ გზაზე მე 2024 წლის ზაფხულში შევხვდი, დავწერე გამგეობაში განცხადება და შემახვედრეს მაშინდელ გამგებელს ნიკა ელისაშვილს, რომელიც ახლა პარლამენტში არის და მან მითხრა ისეთი რაღაც, რომ როცა ეს გზა, უბრალოდ მან მითხრა რომ ხო კი ბატონო შევაკეთებ და წერილობით პასუხი მომივიდა, რომ ეხლა როცა ეს რაღაცა გეგმა გვაქვს შიდაო და როცა მოვა ამ გზის რიგიო, მაშინ შეკეთდება ეს გზა და მის მერე რა ვიცი არ მოსულა აგერ ამ გზის რიგი ფაქტია და გაუმართავი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი პრობლემაა ეტლით მოსარგებლეებისთვისაც. საარჩევნო უბნების უმრავლესობა არის სკოლებში და ეტლით მოსარგებლეებს და ფიზიკურად აი გადაადგილება ვისაც უჭირთ, ეუბნებიან რომ წადით და მისაწვდომ უბანზე მიეცით ხმა და გამოდის რომ სკოლების უმრავლესობა და საბავშვო ბაღების არ არის ფიზიკურად მისაწვდომი. ფიზიკურად თუ არ არის მისაწვდომი და ხელით თუ უნდა გატაროს მშობელმა იქ, ეს უკვე ნიშნავს, რომ იქ ყოველ მეხუთე და მეათე დღეს ივლი. სურო იარო რა. ხო, არ მაქვს სხვა დანარჩენზე ხო სინათლოებისთვის სწავლების მეთოდების და რაღაცებზე არ მაქვს ლაპარაკი და იმაზე რომ მაგალითად მე თუ დაკარგე მხედველობა ან ჩაჯექი ეტლში რაღაცა სერვისი არ არის გასწავლის, როგორ უნდა დარეცხო ეხა სარეცხი, როგორ უნდა დაალაგო სახლი. მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ ეს მას იმედი აღარ აქვს, რომ მოდესმე ქალაქში მისი ელემენტარული გადაადგილებისთვის საჭირო პირობები შეიქმნება. არავის იმედი არ მაქვს. არც მერი, არც მოადგილეები, არც რაღაცა რელევანტური პასუხისმგებელი სამსახურის უფროსები, არავინ არ გვხვდება. ელაპარაკები, როცა მიგაქვს განცხადება, მიგაქვს ელაპარაკები ოპერატორს და წერეთ და იკითხეთ ამბავია.